გამარჯობა, Zoho CRM-ის ანგარიშის გახსნა მარტივია. საკმარისია შეხვიდეთ zoho.com/crm-ზე და მოხდებით ამ გვერდზე. მარჯვენა ზემოთ არის get started ღილაკი, იმისათვის რომ გავხსნათ ანგარიში და sign in ღილაკი, იმისათვის რომ შევიდეთ სისტემაში. ეხლა რა უნდა დაიმახსოვროთ? თუ თქვენ ორგანიზაციაზე არ არსებობს ანგარიში, მაშინ და თქვენ ხართ პირველი, ვინც ამ ანგარიშს ქმნის, მაშინ get started უნდა დავაკლიკოთ და შევავსვათ ეს სარეგისტრაციო ფორმა. და მე მოგვია მეილზე შეტყობინება, რომელსაც დავადასტურებთ და იქნება ეს აკაუნთი აქტიური. მაგრამ თუ თქვენ უკვე თქვენს ორგანიზაციაში უკვე არსებობს CRM-ის ანგარიში, მაშინ ახალი თქვენ არ უნდა შექმნათ, უბრალოდ უნდა მათგან დაელოდოთ მოწვევას. ანუ თქვენს მეილზე უნდა მოვიდეს შეტყობინება სპეციალური ბუმულით, ამ ბუმულზე გადასვლის შედეგად სისტემა მოგთხოვთ, რომ პასვორდი დააყენოთ და შედეგად გაიხსნება თქვენი ანგარიში ამ აკაუნტზე, ან ორგანიზაციის აკაუნტზე. რას უნდა ხვდებოდეთ? ზოგადად Zoho-ს ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს. ანუ გამოდის, რომ როდესაც თქვენ რეგისტრაციას გადიხართ, ან პირველად, ან სადღაც მოგიწვევენ რომელიღაც ორგანიზაციაში, თქვენ სახელზე იქნება აკაუნტი. ეს აკაუნტი არის ერთი და ამ აკაუნტთან კავშირში შეიძლება იყოს სხვადასხვა Zoho-s პროდუქტი. მათ შორის CRM-ი და სხვადასხვა პროდუქტები. ანუ გამოდის, რომ თქვენს მეილზე იარსებებს ერთადერთი აკაუნტი და ამ აკაუნტს შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა აპლიკაცია Zoho-ში. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ თუ თქვენ ადრე მაგალითად ამავე მეილით ან გახსენით რამე ანგარიში ან სადღაც რეგისტრირდებოდეთ, ამან შეიძლება შედარებით გაართულოს პროცესი. თუ რამე კითხვა გექნებათ ან ამ რეგისტრაციების და იუზერების დამატების პროცესში რაღაცას ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, აღწერაში იქნება საკონტაქტო მონაცემები და დაგეხმარებით.